ამ სტატიის გამო რუსებმა სასამართლოში გვიჩივლეს. მეტად უცნაური ამბავი აღმოვაჩინეთ რუსეთის სამთავრობო ფონდიდან გამოჟონილ დოკუმენტებში. რუსეთში ცხოვრობდნენ ცოლქმარი არქიპოვები, რომლებიც წლების განმავლობაში იურისტები იყვნენ და ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობდნენ. შემდეგ ქმარი ტრანსგენდერი ქალი გახდა. 2022 წელს ეს წყვილი გურიაში, სოფელ შუხუთში ჩავიდა და იქაურ მოხუცებს მიწა მოტყუებით დაათმობინეს. რაღაც ნაკვეთები იყიდეს კიდეც. ამ მიწებზე კი არც მეტი და არც ნაკლები კოსმოდრომის აშენება უნდოდათ. ვიდეოებს იღებდნენ, პროექტს აპიარებდნენ, გურულებთან კი თავს დებად ასაღებდნენ. საქართველოში როგორც პოლიტიკური დევნილები ისე ჩამოვიდნენ, თუმცა მანამდე დაფინანსებას რუსეთის სამთავრობო ფონდიდანაც იღებდნენ. იმავე ფონდს პერიოდულად საქართველოში მიმდინარე ამბებზე ანგარიშებსაც უგზავნიდნენ. ამ დოკუმენტებში შავი ზღვისპირა ქართულ დასახლებებს რუსულ სოფლებად მოიხსენიებდნენ ხოლმე. ამავე წყვილის მიერ უკრაინაში მომზადებული ანგარიშები რუსეთს გამოყენებული ჰქონდა იმის მტკიცებულებად, რომ უკრაინელები რუსებს ავიწროებდნენ. ჩვენი გამოძიების შემდეგ არქიპოვები საქართველოში აღარ გამოჩენილა. ახლა თავს სავარაუდოდ ევროპას აფარებენ და იქედან გვიჩივიან, რომ ჩვენ მათ სექსუალური ორიენტაციის გამო ვავიწროებდით. ზიანის ასანაზღაურებლად კი აი ფაქტისგან $8 მილიონ ითხოვენ. რამდენი ახალჩამოსული რუსი ცხოვრობს ჩვენ ქალაქებში? იცით რას აკეთებენ? იქნებ ისინიც დანოსებს გზავნიან. თუ ფიქრობ, რომ ეს თემები გამოსაძიებელია, მაშინ შემოუერთდით ჩვენი მხარდამჭერების რიგებს. გაგვაძლიერეთ და გამოვიძიებთ. გაგვაოცეთ მხარდაჭერით, რომ მერე ჩვენ ჟურნალისტური გამოძიებებით გაგაოცოთ.